ბისტი აღდგა, მოგესალმებით ყველას, ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 29 აპრილია, სამშაბათი, თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ. გეგი ნემსიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად მინდა ყველას მშვიდობიანი და ბედნიერი დღე გისურვოთ. დილა მშვიდობისა ყველას მოგესალმებით, მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვოთ და ჩვენ ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, თუმცა ვიდრე გარდაცვლილ გადაცემის ანონს ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის ხსენიებს დღეს 29 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 29 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ქალწულმოწამეებს აღაპიას, ირინეს და ქიონიას, წმინდა მოწამეებს ლეონიდეს, ქარიესის, ნიკეას, გალინას, კალისას, ნუნექიას, ბასილისას და თეოდორას, წმინდა მოწამე ირინეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი, დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ ყველას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ანონს წარმოგიდგენთ. პირველი სტუმარი იქნება საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი გუგიჩაიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თომას კვირასა და ასევე თომას კვირას სამშაბათის შესახებ, ანუ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მიცვალებულთა დღედ არის ცნობილი და მიჩნეული. 3 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო პროექტი ჯადოსნური ეკრანი ამბები ქართული ანიმაციიდან გაიმართება. პროექტს წარმოგიდგენთ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მაყურებელს ამოგზაურებს ქართული ანიმაციის ისტორიაში. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ესწრება რეპეტიციას, რომელიც გადაცემის მსვლელობისას ჩაგვრთვება და უფრო მეც უკვე თავად მოგვიყვება სტუმრებთან ერთად. და დღეს ასევე ვისაუბრებთ სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიციის შესახებ, რომელიც გაიმართა ზაფხულში და ითვალისწინებდა რაჭის კომპლექსურ გეოგრაფიულ კვლევასა და კარტოგრაფირებას. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდებიან პროექტის მენტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი და პროექტის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი საბა მოდებაძე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი ველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მდელმსახური დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი შემოგვიეთ და მოგესალმებით მამა გიორგი ქრისტე აღწევს. ჭეშმარიტად აღდგა მეც მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, პირველად ხვდებით ამ დღესასწაულის შემდგომ და ასევე კვირაცხოვლობა აღვნიშნეთ კვირას. ჩვენ გვინდა რომ თომას კვირის შესახებ ვისაუბროთ და დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ასევე ვიცით რომ თომას კვირის სამშაბათი საფლავის კურთხევის დღედ არის მიჩნეული. კვირაცხოვლობა აღვნიშნეთ, როგორც თქვით უკვე და თომა მოციქულის თავის ქალა ვიცით რომ დაბრძანებული არის სიონის საპატრიარქო ტაძარში, იყო გამობრძანებული შაბათ დღიდან მოყოლებული კვირის ჩათვლით და ჰქონდა საშუალება რომ მივახლებოდით და ესე იგი პატივი მიგვეგო ამ დიდი სიწმინდისთვის, რომელიც საქართველოში და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული. აი ამ კვირის მნიშვნელობის შესახებ რომ გვესაუბროთ, მამა გიორგი, თუ შეიძლება თომა მოციქულის შესახებ, მისი გამორჩეულობის შესახებ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. პირველ რიგში ეს არის როგორც წმინდა მამები ამბობენ დღესასწაულთა დღესასწაული, აღდგომის მადლი შეეწიოს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ უწმინდეს და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს მართლმადიდებელ სამყაროს. საოცარია ეს აღდგომის დღესასწაული, ორ სიტყვას ვიტყვი, რომ აღდგომა ეს არის ჩვენი ახალი დაბადება, ასე რომ ვთქვათ, აღდგომით, ქრისტეს აღდგომით დაიძრგუნა სიკვდილი, ქრისტეს აღდგომით გამოიხსნა ადამიანი ეშმაკის ტყვეობიდან, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი ქრისტეს აღდგომამდე, ყველა ადამიანი როგორც არ უნდა ეცხოვრა, როგორც წმინდად არ უნდა ეცხოვრა, ყველანი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, ჯოჯოხეთი ანუ ეშმაკის ტყვეობაში იყო და აი ქრისტეს აღდგომით დადრგუნულია სიკვდილი, შემოსრულია ჯოჯოხეთი, განთავისუფლებულები არიან ყველა მართალნი, წმინდანები, გახსნილია სამოთხის კარი და აი ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ თუ ვიცხოვრეთ ქრისტეს ცნებებით, ჩვენ ქრისტესთან ერთად ვიყოთ უკუნისამდე. საოცარია რომ აი დღეს თომას ეს კვირა თომას კვირა არის და ფრაგმენტურად რაღაცას მოვყვეთ ეს ისტორია როგორ მოხდა, იმიტომ სახარებაში წავიკითხეთ ზუსტად ეს ფრაგმენტი რომ აი მაცხოვართან ესე იგი სამ მაცხოვარი როდესაც აღდგა მოციქულები შეშინებულები არიან ერთ სახში შეკრებილები 10 იუდას ხვედრიკი ვიცით რომ საშინად დაასრულა თავისი ცხოვრება ხოლო ამ დროს გაიფანტნენ ეს მოციქულები თომა ერთ-ერთ სახში იმალებოდა და აი 10-ზიან სახში შეშინებულები და ამ დროს მაცხოვარი დაკეტილ კარში შედის მაცხოვარი და ეუბნება მოციქულებს მშვიდობა თქვენთანა და მიმადლებს მათ სულიწმინდის მათ ეუბნება რომ მიიღეთ სულიწმინდა თუ მიუტევებთ ადამიანებს ცოდვებს მიეტევებათ თუ არ მიუტევებთ არ მიეტევებათ აქაც შეიძლება პარალელი გადავუხვიოთ თემას რომ აი ზოგი რო ამბობს რომ რა საჭირო აღსარება, რა საჭირო რომ უდელთან მივიდეთ და ვთქვათ, ვინ მოიგონა ეს აღსარება და აი ვინ მოიგონა, აი ვინ დაადგინა. იესო ქრისტემ დაადგინა. მოციქულები იყვნენ ეს პირველი უდლები და მოციქულებიდან მოდის მე მდემთავრები და უდლები და აი ეს კურთხევა მისცა რომ თქვენ მოგეცათ, მოგენიჭებათ ეს ჩემგან ეს ძალა. რა თქმა უნდა მიტევებას ღმერთი ასრულებს, მაგრამ მოციქულებს და საუდელო დას მიენიჭა ეს რომ თუ თქვენ მიუტევებთ, მეც მიუტევებ, თუ თქვენ არ მიუტევებ, არც მე მიუტევებ. აი ესე სხვაგან ამბობს რომ რაოდენი შეკრათ ქვეყანასაზე და კრულიყოს სათაშინა, რაოდენი გახსნათ ქვეყანასაზე და ხსნელიყოს სათაშინა. აი ეს საიდუმლოც აი ამ დროს დადგინდა აღსარების საიდუმლო ასე რომ ვთქვათ. და აი მოციქული თომა არ არის ამ დროს აქ და ერთი კვირის შემდეგ ისე იყრიბებიან უკვე ყველა მოციქულები, გახარებულები, იმიტომ რომ ნახეს ქრისტე აღდგომილი და მოციქული თომას ეუბნებიან, უყვებიან, აი ჩვენ ვიხილეთ უფალი და მოციქული ძალიან დამწუხრდება და ისე ჩავარდება ისე დღეში რომ როგორ მე რატო გამოვაკელი ამ სიხარულსო მეც ხო მინდოდაო მე ნახო მეც ხო თქვენთან ერთად დავდიოდიო მეც ხო ვისმენდიო მის ტყვის სწავლასო მეც ხო მისი სახელით ადამიანებს კურნავდიო რატო მე ვერ ვნახეო და აი არ ჯერაო ეს მე რაღაცაო რომ ესე სანამ მე არ ვნახავო მის ნამშრალებსო ხელზეო მის გვერდს არ ვნახავო და არ განვიხილავ მანამდე ვერ ვიწამებო და აი ამ დროს მაცხოვარი გამოჩნდება ისევ და ესე დახშულ კარში შედის მაცხოვარი და კიდევ ერთხელ ეუბნება მოციქულს თქვენთანა და ეუბნება მოციქულს აბა მოდი ეხლა და განიხილე ჩემი ხელი, ნახე ჩემი სამჭავლები, ჩემი გვერდი ნახე და მოციქული თომა ჩავარდა დაეცემა მუხლებში და ეტყვის რომ უფალი ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და აი ღვთაებრივ ოქროპირს აი ეს ფრაგმენტი რომ რას გულისხმობდა აი ეს ყველაფერი მაცხოვარი რას ეუბნებოდა აი ამ დროს რომ მოდი და მოციქული
ქართული რაც ეუნება აი უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი პატარა ამონაწერი მაქვს აი წაგიკითხავთ ამას საოცრად აქ ღვთაებრივ იოანე ოქროპირს აი ეს ფრაგმენტი რომ მოციქული ესე იგი მაცხოვარი ეუნება თომა მოციქულს აჰა იხილე ხელნი ჩემნი ვითარცა გინდა გნებავსა გვერდისაც ახილვაი აჰა ესე და განვიშიშვლებ შენთვის მოკავ ხელი შენი და დამდებ გვერდსა ჩემსა რომელ უთესლოდ მოვიღე ქალწულისა მარიამისაგან და დავიცევ ქალწულადვე მოეახლე გვამსა ჩემსა ვნებულსა ვნებსით მოეახლე გვამსა ჩემსა რომლისაგან ძრწიან უხორცონი ძალნი და ისწავე ხელი და გამოცდილება იმისი და ნუ იქნები ურწმუნო არამედ რწმენი აი მაცხოვრის აი ეს მოწოდება აი ამას ნიშნავს შინაარსი ეს იყო და მიუგო თომამ და რქვა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი წამს აღდგომაი შენი უფალო წამს და არღარა გამოვიკითხავ წამს და არღარა გამოვიძიებ პოვე რომელსა ვეძიებდი და არღარა გამოვიწვლილავ ვიცი რომლისა ჯერ არს პატივი ამიერიდან შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი შენ ხარ უწინარესი საუკუნეთა შენ ხარ ზეცისაი და ქვეყანისაი შენ ხარ გამოუჩინებელი და გამოჩინებული შენ ხარ უხილავი და ხილული შენ ხარ გამოუსახველი და გამოსახული შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და კაცთმოყვარე შენ ცათაშინა მამისა თანა და ქვეყანასა ზედა კაცთა შორის შენ აღდგომით და განაახლე აღდგომაი შენ კაცნი ზეცისა ყვენ და ქვეყანაი ზეცისა უბწყინვალესად გამოაჩინე შენ ყოველივე უმჯობესად გარდაცვალე რამე თუ შენ ღმერთი იქმენ კაც რათა კაცნი იყვნენ ღმრთად ჰოი უფალო და ღმერთო ჩემო აი საოცარად ისე აღწერილი რომ აი ეს თომას რო ვეძახით მუწმუნო თომას რო აი ზუსტად ოქრაიბრი ოქროპი რამ ხადაგებაში ამბობს რომ მე ვაქებ თომას ურწმუნოებას იმიტომ რომ თუ არა შენ ეს არ გეთქვა ჩვენ აი ესე ვერ განვიხილავდით აი ამ სიტუაციას და ამიტომ დიდება და მადლობა შენ ოქრაიბრი ოქროპი თომა მოციქულს მადლიერებით მადლობას უხდის რომ შენ აი შენი ურწმუნოები ჩვენ ქრისტე უფრო კარგად შევიმეცნეთ და აი ესეთი საოცარი რამე მოხდა. ამიტომ წმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გვასწავლის ზუსტად აი ეს მდგომარეობა, რომ ჩვენ ზოგს უნდა რომ ყველაფერი ნახოს და ყველაფერი და იქ მაცხოვარი ნახე რა სიტყვას ეუბნება, რომ შენო დეხავ დამინახეო და გრწამს რომ მე ვარ ნამდვილად აღდგომილი ქრისტეო, მაგრამ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახე ვარ და ვწმენეო. აი ეს ზუსტად ჩვენ გვეხება ეს, ჩვენა ვართ ნეტარნი, ვინც ვისაც აი ესე გვწამს, მტკიცეთ რომ იესო ქრისტე ნამდვილად ღმერთია, რომ იესო ქრისტე ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე გაეკრა და მოკვდა, რომ ჩვენი ცხონებისათვის აღდგა მტრეთით, ხო ხდება? ვისაც არ გვინახავს. ხო, ვისაც არ გვინახავს, ამას ეს რომ გვწამს, ეს არ, აი ნახე გვიწოდებს, ნეტარნი ხარ თქვენ. შემდეგ აი შეიძლება პარალელი გავავლოთ კიდევ, რომ აი თომა მოციქულს ეუბნება, რომ მოდი და შემეხე მე და შეხება თომა მოციქული ზოგი წმინდა მამა ამბობს რომ შეეხო, ზოგი ამბობს რომ არ შეეხო, მაგრამ ჩვენ პირადად ყველა ვეხებით ქრისტეს, როდესაც ვეზიარებით ქრისტეს ის და ხორცს. ჩვენ უბრალოდ კი არ ვეხებით, არამედ სრულად ღმერთი შემოდის შენში. წარმოიდგინეთ, როგორი ნეტარნი უნდა ვიყოთ მართლა და როგორი ბედნიერები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი, რომ რა წმინდად უნდა ვიყოთ და იმიტომ ჩვენ ტაძარი ვართ ღვთისა, როგორც ტაძარშია დავანებული ღმერთი, ასე ზიარების დროს, როდესაც ღმერთი შემოდის, შენც აი ესეთი ტაძარი ხარ და როგორი წმინდა უნდა იყოს ტაძარი. ამიტომ აი ეს ყველაფერი, რასაც წმინდა ეკლესია გვასწავლის, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, უნდა ცხოვრებაში რეალურად განვახორციელოთ ეს ყველაფერი, რასაც მოსასმენად რაღაცა ისე მოვისმენთ და რაღაცა შეიძლება უცბად რაღაცა მივიღოთ ეს რაღაც კარგად რაღაცა, მაგრამ ცხოვრებაში ვერ ვახორციელებთ ხოლმე ამას და ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ აი ეს ყველაფერი შევასრულოთ. აი რწმენა პირველ რიგში ვევედროთ ღმერთს, რომ მტკიცე რწმენა გქონდეს. ეს ბევრ რამეში გამოიხატება, რაღაცა ხანდახან, როცა კარგად მედის ყველაფერი, რაღაცა ამბობ რომ წამს ღმერთი და აი ამბობ აღსარებას ვეზიარები, რაღაცა პატარა განსასწრელი მოვა და წუჩივე ბრყოლდება ადამიანი და წმენა ჩანს რომ ნაკლებ წმენაშია და არ წამს ისე ის რატო მოხდა და რატო დაუშვა და რატო არ არის ესე მადლობელი უნდა იყოს ყველაფრისთვის როგორც არ უნდა წავიდეს შენი ცხოვრება იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს აკეთებს რომ ადამიანი ცხონდეს ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს და ყველას გადარჩენა უნდა აი რა მოხდა ხო აი წარმოიდგინეთ ამ სამყაროს შემოქმედი შენი ცხონებისათვის რომ შენ გადარჩენილი ყავი და 64 დაგემკვიდრა ადამიანური ბუნება მიიღო და როგორი გზა გაიარა როგორი დამცირება შენი ჩემი ყველას თელი კაცობრიობის გამო სისხლი დაღვარა მოკვდა
და როგორ დაიმცირა თავი ღმერთმა წარმოიდგინე და შემდეგ როგორი აღდგომა, შემდეგ როგორი ამაღლება და სულთ მოფენობა და აი ყველაფერი შენთვის გაკეთე. აი როგორი სიყვარული აქვს. ამიტომ თუ რაღაცა განსასწრელი და რაღაცა მოდის ხოლმე, ეს შენი რწმენა მტკიცე უნდა იყოს, რომ დიდება შენ და უფალო, ესე იგი ესია საჭირო, ესე იგი ჩემი ცხონებისათვის ეს არის საჭირო და ამიტომ უნდა მადლობდე ღმერთს. აი ხაიბრივ ოქროპირის წავიკითხეთ და როგორი ცხოვრება გავნო, ხო, კაცმა რომელმა მთელი სამყარო ქრისტიანობაზე მოაქცია, მისი ქადაგებით როგორ დაამთავრა. გადასახლებაში თავისი სამღვდელოებამ წარმოიდგინე და ეპისკოპოსებმა, მართლმადიდებლებმა, ქრისტიანებმა, მუსულმანებმა კი არა, როგორი გზა გავლეს, როგორ ტანჯეს და სიკვდილის წინა დიდება და მადლობა შენ და ხვდები. აი ეს არის, აი წვიმის გარეშე დაითმინა. ეს არის, ხო, ანუ რწმენა ამაში გამოიხატება. აბა მარტო კარგად რომ მიდის ყველაფერი და მაშინ რომ მოგწონს, რა ქვია, ქრისტიანობა, ეს გზა არის ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ. რა ქრისტემაც რაც გაიარა. ჩვენი ცხოვრება ქრისტიანის ჯვარცმა არის. ჯვარცმა და ჯვარზე უნდა გავეკრათ ჩვენ და აი ამ ჯვარს რო აიყიდებ ქრისტეს ცნებების ჯვარს, ხო? ისეთი ტკბილი არის, ისეთი ბედნიერება არის, ისეთი სიხარული არის, ანუ ზოგს გონია რომ ტანჯვა, რომ თქვა ჩვენ მარხვაში ხორცს არ ავჭამთ, თქვა რომ რაღაცას ვიღაცა რო შეურაცხყოფას გვაყენებს, რომ ვითმეთ ეს რაღაცა დამცირება, ის რაღაცა ცუდად ხო ხვდებით, არ არის ეს ესე რა, პირიქით არის დამიჯერეთ, რომ ქრისტიანი უფრო ბედნიერი არის, როდესაც ქრისტეს ცნებებით ცხოვრობს, უფრო განთავისუფლებულია და რაღაცა სხვანაირად არის. აი ცოცხალი რწმენის შესახებ საუბრობთ ხოლმე და აი რა ბევრისთვის მაინც გაუგებარი შეიძლება იყოს, რას ნიშნავს ცოცხალი რწმენა. თქვენ საუბრობთ რწმენის მნიშვნელობას და აი ცოცხალი რწმენა აი რას ნიშნავს? აი ბევრისგან გამიგია. ცოცხალი რწმენა ზუსტად ის, რომ აი როგორც მე შენ გიყურებ, რომ აი ესე მწამს, რომ იესო ქრისტე ნამდვილად ღმერთია და მტკიცდება ესეც რა. იმიტომ მტკიცდება, რომ ცხოვრებიც, აი რომ დააკვირდებით, რომ აი რა ხდებოდა, წარმოიდგინე აი მოციქულები. უნდა ეს ამას განხილვაჭერდება, აი მოციქულები, წარმოიდგინე როგორი შეშინებულები არიან. როგორი პატრე მოციქულმა სამჯერ უარყო, წარმოიდგინე. აქ თომა მოციქულზეა ლაპარაკი, რომ ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ესე იგი იქ სახარებაში აღწერილი, რომ ეს რო შეპყრობა უნდათ და რო გაიხსნენ ესენი მაცხოვარი რო შეიპყრეს მოციქულები და ამ მოციქულს უკნიდან მოკიდეს სკელი და ისე შეშინებული იყო, რომ ტანსაცმელი მიატოვაო ესე და შეშველი გაიქცა. ანუ როგორი ჩანს, რომ რა სუსტები არიან, როგორი მე და აღდგომის შემდეგაც უკვე სახში იმალებიან, ისეთი მდგომარეობა არის. და აი შემდეგ სულთ მოფენობის შემდეგ რა ხდება? ეს სულიწმინდა. ხო, როდესაც გარდამოვიდა სულიწმინდა. ამ მოციქულებმა როგორი ვაჟკაცობა ყველამ ქრისტეს გამო დადო თავი. თომა მოციქული როგორი იყო და რა რწმენა გამოაჩინა, რომ წავიდა და ინდუეთის, სპარსეთი და მოაქცია ქრისტიანობაზე და შემდეგ სიკვდილით, ანუ მოწამეობრივად დაასრულა. ანუ რისთვის და ქრისტეს აღდგომის გამო, მაგას ამბობდნენ მოციქულები, რომ ქრისტე აღსდგა. არის ღმერთი, რომელმაც კაციც იყო და მოკვდა და თვითონ აღსდგა. წარმოიდგინე და ამას ვიცი ამტკიცებთ უამრავი სასწაულებით. და ამიტომ მოექცა, აი 21 საუკუნეა და ეს რო რაღაცა ტყუილი ყოფილიყო, ჯერ ისე სიკვდილზე თავს არ დადებდნენ. ხა ტყუილის გამო ვინ დადებს სიკვდილზე თავს? და სისხლით დაამოწმა. ყველამ დაამოწმა, ხო? და აი დღემდე ქრისტე იდიდება და აი აქ ჩანს, რომ ნამდვილად ღმერთია იესო ქრისტე. აი ცოცხალი რწმენა ეს არის. აბა ესე რომ იждე ეხლა და უცბად არაფერს არ კითხულობ, არაფერი არ იცი და უცბად ცოცხალი რწმენა არ მოგივა ეს. ცოცხალი რწმენა ეს არის რომ უნდა განიხილო ეს ყველა. აი როგორც მოციქულმა განიხილა, ხო? რომ აბა აი სანამ არ ვნახავ ამას. აი ეს უნდა წაიკითხო, უნდა ჩაერთო, სახარება წაიკითხო, რა მოხდა, როგორ მოხდა. აი ერთმა მითხრა, რომ აი ნიჩემო ისე ცუდად აი ესე ამხილავ ქრისტიანობაო და ერთმა ახალგაზრდა გოგო მითხრა და მე უთხარი რომ არ ვიცი არ მქონდა წაკითხული რაღაცა ნიჩეს ქონდა დაწერილი რაღაც ანტიქრისტე ესეთი წიგნისა და ნუ წავიკითხე მაინტერესებდა ერთი რა წერს და ნუ არაფერს არ წერს უბრალოდ ლანძღავს ქრისტიანობას რა აი ბოლო დონემდე ლანძღავს ქრისტიანობას და იქ ერთი მომენტია რომ თავის დაუნებურად აქებს მე ქრისტიანობას რა მხრივ რომ აიო როგორი განვითარებული იყო მაშინო როგორი ფილოსოფოსები ყავდათო მაშინო ესეთი და ამ დროს გამოშთა ვიღაც პავლე რომელმაც ჩამოანგრია ყველაფერი ამბობს რა შეცვალა თელი კაცობრიობის აზროვნება და რაღაცნაირად აი ესეთი წმინდანები გახდნენ ანუ სულთას ცხოვრობდნენო ერთმანეთთან
გაიგეთ, ანუ თვითონ თავის და უნებურად იქ ამბობს, რომ ცუდია ქრისტიანობა, ესეთი, მაგრამ აი პავლემო ყველაფერი შეცვალაო, ხო ხვდებით? აი აქაც ჩანს, რომ აი დიდი სასწაულია, რომ ამ გლახაკმა ხალხმა, შიშრებმა, არათფული ჰქონდათ, არ ჯარი, არც განათლება, მეთევზეები იყვნენ, ხო? წარმოიდგინეთ, თელი სამყარო შეცვალეს და ამიტომ ცოცხალი რწმენა ეს არის, აი ეს ამიტომ წამს მე, რომ ნამდვილად იესო ქრისტე ღმერთია და შემდეგ მე უკვე ცოცხალი რწმენა რა არის? აი ამას რომ იწამებ, რომ ეს არის უკვე ჭეშმარიტება, მოდი ეხლა აი ამ ჭეშმარიტებას, რაც აი ჭეშმარიტება, ანუ ქრისტე, რასაც გვასწავლის, მოდი მე ახლა ჭეშმარიტია და ღმერთია იესო ქრისტე. რასაც მეუნება, მოდი მე შევასრულებ ამას და რომ დაიწყებ უკვე ამის შესრულებას. ერთწმენა კიდევ უფრო მტკიცდება, კიდევ უფრო ადიდებ ღმერთს, რომ ღმერთო, მადლობა რომ ქრისტიანი ვარ, მადლობა რომ მართლმადიდებელი, მადლობა რომ ამ წიაღში ვარ, იმიტომ რომ აქ უკვე რეალურად ეხები ამ ყველაფერს რა. დიახ. რაც შეეხება მამა გიორგი დღევანდელ დღეს, აღდგომიდან მე-9 დღეს, თომას კვირის სამშაბათს, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და რამდენად სწორად გვესმის, სწორად გვაქვს თუ არა აღქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობის. ვიცით როგორც ახსენა ელისაბედმა თქვენს ახსენეთ, დღევანდელი დღე არის საფლავის კურთხევის დღე, რამდენად სწორად გვესმის დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ხო, ესე იგი აღდგომის პირველი კვირა ყოველი დღე აღდგომა არის და დღესასწაულია და აი იმ დროს რომ ვინმე გარდაიცვალოს მაგალითად წინვალე შვიდეოში, ხო იქ არ იკითხება მიცვალებულთა მსახურებები, არ ტარდება მიცვალებულთა იქ სპეციალური კვერექსებია, იქ სულ სააღდგომო მსახურება ტარდება აი მაგალითად წინვალე შვიდეოში, ხო? თუმცა ამაღლებამდეც ხო ისეთ ამაღლებამდე დღესასწაულიათ ქრისტე აღდგათივე საუბრობთ. რა თქმა უნდა, უბრალოდ წარგზავნამდე, ამაღლებამდე ერთი დღით ადრე წარგზავნა. ანუ აქ რა ხდება? აქ ხდება რომ ესე იგი როგორც აღდგომა როგორც ცოცხალთათვის არის, ასევე მიცვალებულთათვის არის, ხო? ამიტომ ეს პირველი კვირა განსაკუთრებულად არის ეს აღდგომა, რომ აი რაღაცა ამ დღესასწაულში ვართ და გლოვის დრო არ არის, არ ასე რომ ვთქვა, იმიტომ რომ სულ სიხარულში ვარ და ვიგლოვეთ ჩვენ 49 დღე და აი ახლა აღდგომის დღესასწაული და ხარობთ ამ იმაში, რომ რა თქმა უნდა ადამიანი მუდმივად სიდანურში უნდა იყოს თავის წოდების, მაგრამ სიხარულია, სულიერი სიხარულია და ამ კვირას ეს ასე განვლის ქრისტიანი. ხოლო აი უკვე წმინდა ეკლესიამ დააწესა საფლავების კურთხევა, გავდივართ საფლავებზე, ჩვენ მიცვალებულებს ულოცავთ აღდგომას, იქ კვერცხებს გავაგორებთ, პასკას დაუდებთ, ხო ხტები, იმიტომ რომ ისინი ცოცხლები არიან, ისინი ხო არ მკვდრები კი ისინი ცოცხლები სული უკვდავია. ჩვენ დაიდგუნა სიკვდილი, აღარ არსებობს სიკვდილი და მივდივართ და ულოცავთ ჩვენ მიცვალებულებს, ვაკურთხებთ, იქ პანაშიც გადავიხდით, სამდელოება გადის, ხო ხტებით და აი ეს სიხარული ორივე, ან ცოცხლებიც და მიცვალებულებით ერთად ხარობენ და ერთად ზეიმობთ აი ამ წინვალე დღესასწაულს, იმიტომ რომ აღდგომა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის აი როგორც ტროპარში ამბობს, ხო, როგორც ტროპარია, რომ ქრისტე აღსდგა მკვეთრით, სიკვდილითა, სიკვდილისა დაამტვრუნველი. ესე იგი ქრისტეს აღდგომით სიკვდილი დაიდგუნა. ჩვენ აღარ გვეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ ადრე საშიში იყო, და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთი გველოდა და ეხლა პირიქით სიკვდილის შემდეგ ჩვენ 60 გველოდება, ქრისტე გველოდება, წმინდანები გველოდებიან და აი ჩვენი მიცვალებულები, ვინც ცხონდნენ, მათთან ერთად ვიქნებით უკუნისამდე. დიახ, მამა გიორგი, ისევ რწმენის მნიშვნელობას რომ დაუბრუნდეთ და ვისაუბროთ ამ საკითხზე, თქვენ წაიკითხეთ ღვთაებრივი ოქროპირის საოცარი სიტყვები და აი არა გამოვიძიებ, ხო, თომა მოციქული ამბობს და აი გამოძიების შესახებ მინდა გკითხოთ, აი არის რაღაც საკითხები ქრისტიანობაში, ჩვენს რელიგიაში, რომელიც ადამიანური ინტელექტისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს და ვერ ჩავწუდეთ ბოლომდე. ანუ აუცილებელია თუ არა ბოლომდე ყველაფერი გამოვიკვლიოთ, თუ არის საკითხები, რომელიც მხოლოდ რწმენით მიიღება. აი იოანე ოქროპირი მაგალითად ამ ხადაგებაში ამბობს ესეც იმას, რომ რო შევიდაო დახშულ კარში ეს მწამს, მაგრამ როგორ შევიდაო ამასო ვერ გეტყვიტო რა. კაი, ანუ არის რაღაცა ღმერთი არის და ჯერ აი წარმოიდგინეთ მარტო მეცნიერები აი პლანეტებს იმებსაც ვერ იკვლევენ და ბოლომდე ვერ არის ვერც გამოიკვლევენ ახლა ამ ხელა ანუ ის ღმერთი ისეთ საოცრება რომ ღმერთს ვერ შეიცნობ. ღმერთს სრულად ვერ შეიცნობს ადამიანი. არის რაღაცა საკითხები, ხა როგორ აბა მოდი ვთქვათ, როგორ უნდა ახსნას, ან ვინ ახსნეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში ჩაისახა მაცხოვარი ისე, რომ კაცი არ იცოდა და რომ გამოდიოდა უფალი, ესე იგი, როდესაც მშობიარობდა და გამოდიოდა, სიქალწული არ დაცულა, არ დარღვეულა, დაცული იყო ხო, ნუ ჩვენ მიდი ახლა ახსნათ, აბა, ხო ვერაფერს ვერ გააკეთე, ვერ მივა შენი გონება, ვერ მიწდება შენი გონება, იმიტომ მიუწვდომელია ღმერთი. მიუწვდომელია მისია, ამიტომ ამის ჩაძიება, ამაზე ჩაძიება, აი ამ მიუწვდომელის გამოძიება არის მკრეხელობა და უკვე ფაქტობრივად რწმენა არ აქვს რა. იმიტომ რომ არის რაღაცეები, რომელიც უნდა გწამდეს
იმიტომ ლოგიკით ვერ ახსნი ამას. მაგრამ არის მეორე მხარე რა, რომ მეორე შეიძლება ვიფიქროთ ესე, რომ ძალიან საინტერესოა და აუცილებელი არის გამოძიება იმ მხრივ, რომ ქრისტიანობა შეიცნო. კაიგე? ანუ არ უნდა იყო რაღაც ესე ბრმად, იმიტომ რომ აი ბრმად ყოფნით შეიძლება შავარდე რაღაც წვალებლობაში, შეიძლება რაღაცა ის ყოფნები რაღაცა სხვა წვიმაში გავახვიდეთ რაღაცა ხო? ამიტომ ეს გამოძიება მსულ ეუბნება კითხვები მომდის მამაო და რაღაცა მკრეხელობა ხო არა, კარგი არის. კარგია ეს კი პირიქით ქრისტიანს უნდა მოუვიდეს კითხვები, უნდა აინტერესებდეს, რომ ეს აბა როგორ არის, ეს რატო არის, ეს რატო მოხდა. ყველაფერი გაშლილია, ყველაფერი განმარტებულია, ყველაფერი მოცემულია. ამიტომ რაღაცა რომ მოგივაზრე ეს მკრეხელობა კი არ არის, არამედ უნდა მიხვიდე მოძღვართან თუ არ იცი და აუთხრა რომ მოძღვარო აი ესეთი რამე, აბა როგორ არის ეს, რანაირად. მოძღვარი ადგება გადაშლის წიგნს წმინდანებს და აი ყველაფერი განხილულია, ყველაფერი განმარტ, ყველაფერი მოცემულია. აი ეს გამოძიება ძალიან საინტერესოა. ამ გამოძიებით შეიცნო სწორად ქრისტეს. ამ გამოძიებით გახდები ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და ზოგ საერთოდ არ აინტერესებს ეს უინტერესობას და უბრალოდ წამს და რა გწამს ისიც არ იცი უკვე რა გწამს ხო ხდები რა მოხდა ზოგ სახარება საერთოდ არ აქვს წაკითხული ხო ხდები რა ისეთი რაღაცეებია რომ აი მაგალითად რომ მოდიან იაღვეელები და სხვა სექტანტები ხმას ვერცემ ის გელაპარაკება სახარები ზეპირათიც ის და შენ არ გაქვს წაკითხული და ხმა არც განმარტ არაფერი არ იცი და ბოლოს ნუ გიყვარს მაინც მართლმადიდებლობა და მე რა აგინებ ანაჩუბები და აგდებ და რა გაქვს აგინებელი და საჩხუბრები ისეთ სისულელეებს გადაგებენ რომ დაამხობ შენი პირით და შენი სიტყვით ისე ყველაფერი არის ისე სახარი ამიტომ აი ეს გამოძიება აუცილებელიც არის ქრისტიანისთვის აი ესე რომ ქრისტიანობა შეიმეცნო კარგად ხოლო ის ეხლა რომ რაღაცა ზოგმა იცის რომ აბა ეს როგორ და აბა ეს აი მაგალითად როგორ შეიძლება რომ აღდგეს მყარი და ან დღეს რომ გამოდიან და სამწუხაროდ სასულიერო პირებიც მათ და სამარცხვინოთ ის სასულიერო პირები ვინც ამბობენ რომ ღვთაებრივი ცეცხლი არ გადმოდის და თითქოს რაღაცა უჩვეულ ხალხ წმინდანები მკრებს აცოცხლებდნენ და ზღვაზე დადიოდნენ რა ქვია ფეხით და ეხლა ატონის მთაზე ვიყავი წინვალე სამშაბათს ღვთისმშობლის ხატი თავისით მოვიდა ზღვაზე და წმინდა გაბრიელი გაიარა ზღვაზე როგორც მაცხოვარმა და აიღო და სასულიერო პირები ზოგი ამბობს რომ ცეცხლი არ გადმოდის ეს დიდი შეცდომა ეს არ უნდა მოусმინოთ ესეც სასულიერო იმიტომ რომ ზუსტად საუკუნეები ეს ხდება და დეოდოროსი იყო პატრიარქი ესეთი რომელიც 20-ჯერ თუ 30-ჯერ შეესწრო ამ ამას და დეტალურად ყველა ინტერვიუში და ყველა იმაში ამბობდა რომ აი დეტალურად ხსნიდა როგორ გადმოდის ცეცხლი ხან სხვა ფერს იღებს ხან ყველა ფერს ხსნის დეტალურად ახლა ვიზით დაუჯეროთ ახლა ნაკურთხი წყალიც აუცილებლია რომელიც რამდენი ხანიც არ უნდა იყოს წნას არ ექვემდებარება მაგას ვამბობ რომ ანუ ზოგს რო უნდა რომ ყველაფერში რაღაცა ის მოხდეს ეს არ არის სწორი ან მაშინ სადღაა სარწმუნოება მაშინ რაღა უნდა მაშინ რწმენა რა არის რწმენა არის რომ არ გიხილავს და გწამს რაღაცა ხო ეს არის რწმენა თორე ეხლა და თან ერთი გვიშვენებს ხო იორდანე უკანი მიდის კიდე ხო რაღაც სასწაული ხდება იორდანე როდესაც აკურთხებს ეგ ფერის ცვალებას თაბორის მთაზე ღრუბელი ჩამოდის ყველა მოწმენდილი რო იყოს უფრო მოიღრუბლება და აი ყოველ წელს ხდება ეს სასწაული აღდგომას ცეცხლის გარდა მოსულ რა პრობლემაა რა არის ერთისთვის შეუძლებელი რა არის მაშინ უნდა თქვა რომ ეს საერთოდ ამჯერა არაფრის სასწაულის რა ქვია და ეს ხო მკრეხელობა ეს ხო სულიწმინდის გმობა რო ღმერთი უშვებს ამას რამხელა სიხარულს გვანი ჩვენ სასწაული ზოგი ერთვე გამოვიდა და თქვა რომ რაღაცა სასწაულსო მემრუშე და ცოდვილი ადამიანები ეძიებენო რაღაც ეს რა არის რას ქვია ეს ზუსტად მემრუშე და იმ გაგებით რო ეძებს სასწაულსო სანახაობრივად გინდა რომ ნახო ეს მკრეხელობა რა თქმა უნდა მაგრამ ღმერთი თუ უშვებს ამ სასწაულს უნდა აქოთ ღმერთი და ადიდო და მადლიერება გამოხატო ამხელა წყალობას გვანიჭებს და შენ რაღაცა ამ დიდ სასწაულს ანუ სულიწმინდის და ღმერთის მოქმედება შენ გმოობ და უარყოფ და ასე შენე მაშინ რადგანან იქ რა ქვია მაშინ რა ფასი ყოფილა ამიტომ არ უნდა ჩავარდეთ ამ იმაში აი ეს გამოძიება აი ესეთი რაღაცეების აი ეს არის მკრეხელობა ზუსტად და აი ეს ისა მიენდი ღმერთს და თქვი რომ მადლობა შენ რასაც ვერ იგებს შენი გონება ვერ მიწდება ამაზე დაინდაბლე თავი და თქვი რომ დიდება შენ და აი როგორც ივანე უქროპელი სულიწმინდის ჭურჭელი რას ამბობს როგორ შევიდა მწამს დახშულ კარებში, მაგრამ როგორ შევიდა, ამას ვერ აგიხსნე, ვერ გეტყვი. თუმცა ის რომ მე ვთქვათ როგორც ეკლესიის წევრს და მრევლს მქონდეს გარკვეული განათლება იმისა, რომ შესაძლოა ვთქვათ რომელიმე სასულიერო პირმა უსჯულობა იქადაგოს და მე მივხვდე გამოვიცნო რომ ეს არ არის მართლმადიდებლობა, ეს აუცილებელია, ხო? აუ და წეგან ევთქვი რა, რომ ამიტომ სულ მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ იქნებ გატყულებთ ხალხო რაღაცას მე რო გელაპარაკები.
იქნებ რაღაცეებს რაღაც ბოდიალობ ისეთებს ლაპარაკობ რაც საერთოდ არ წერია შენ ხო ეს ყველაფერი ხო ამიტომ უნდა იყოს ყველა ქრისტიანი ჩართული ქრისტიანულ სწავლებაში უნდა სწავლობდეს უნდა კითხულობდეს უნდა გაერკვეს ამ იმაში ყოფილა რა შემთხვევები რომ სოფლიო ისტორიაში რომ ბრევს უმხელია მაგალითად საუდელოება პატრიარქი ეპისკოპოსები და ასე შემდეგ იმიტომ რომ რაღაც წვალებლობას გადაგებდნენ ხო ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამიტომ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ ცხოვრებაში და ვისწავლოთ და გავეცნოთ ქრისტიანობას წმინდა მამებზე დაყრდნობით განმარტებით და ჩვენ არაზრუს არ ჩავარდებით შეცდომაში. მამა გიორგი, ერთი წუთი გვაქვს სარჩენილი სასაუბრო დრო და ზღვარი მაინტერესებს, სად შეიძლება იყოს ადამიანის ცნობის მოყვარეობასა და მკრეხელობას შორის, ასეც სწორედ წეგან საუბრობდით. სად გადის ზღვარი და აუცილებელია თუ არა, ბუნებრივია აუცილებელია სულიერი მოძღვრის ჩართულობა, რომ ვიცოდეთ ზუსტად სადამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი ფიქრები და კითხვები, რომ ზედმეტ მკრეხელობაში არ გადავიდეთ. ზღვარი არის ზუსტად ის, რომ სადა რასაც წმინდა მამები განმარტავენ, აი ეს არის ზღვარი. იმის იქით უკვე შეცდომაში შედის ადამიანი. რას არ არის განმარტებული და რას თვითონ წმინდა მამები ვერ განმარტავენ და ამბობენ, ეს მიუწვდომელია ჩვენი გონებისთვის, ეს არის ზღვარი. ამიტომ ჩვენ რაზაც განმარტება აქვს და წმინდა მამები, იმიტომ ეს წმინდა მამები იყვნენ სული წმინდის ჭურჭლები, მათი ცხოვრებით დამტკიცებულები, რომ ესენი იყვნენ ნამდვილად წმინდანები, რომ ღმერთი პირდაპირ ელაპარაკებოდა მათ, ამიტომ აი ეს წამს, აი ამ განმარტებამდე მივდივართ. იმის იქით რაც არ არის განმარტებული, იმას ჩვენ არ ვეხებით. ჩემი აზრით და თუნდაც სამღვდელოებამ და ვინც არ უნდა თქვა, ჩემი აზრით ესეა, შენი აზრი არ არის აქ საინტერესო. შენი აზრი არის წმინდა მამები რაც განმარტა, მოციქულები რაც გვასწავლიან, კრებებმა რა გვასწავლეს, ქრისტე რაც გვასწავლი და აი ეს არის ჭეშმარიტება და შენი აზრი ყველა ვარიანტში თქვენი არის. იმიტომ რომ უკვე ამ პარტავნებაში ხარ და გადავარდნილი ხარ რაღაცა ხიბში. ამიტომ დავემორჩილოთ წმინდა მამებს, აი ამ ყველაფერს და აი ამ განმარტებით ვიყავ. აი მის იქით უკვე წმენა დიდება შენ. ჩემი გონება ვერ მიწვდები უფალო. შენ ხარ საოცრება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და დიდება შენ ყველაფერს. დიდი მადლობა მამა გიორგი, საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის პრომსახური დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ ხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი
გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამ მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაგიუნდით ეთერში კვლავ ჩართვით 3 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო პროექტი ჯადოსნური ეკრანი ამბები ქართული ანიმაციიდან გაიმართება. პროექტს წარმოგიდგენთ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მაყურებელს ამოგზაურებს ქართული ანიმაციის ისტორიაში. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ესწრება რეპეტიციას, რომელიც ახლა ჩაგორთვება და უფრო მეც უკვე თავად მოგვიყვება სტუმრებთან ერთად. დილამშვიდობისა, ნინი, მოგესალმებით. დილამშვიდობისა, გეგი ელისაბედ, მოგესალმებით. ჯადოსნური ეკრანი ამბები ქართული ანიმაციიდან. სწორედ ასე ეწოდება პროექტს, რომელმაც უკვე მაყურებლის უდიდესი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა. 3 მაისს კი დაინტერესებულები კვლავ შეძლებენ წარმოდგენის ხილვას. პროექტის შესახებ უფრო მეც მოგვიყვება თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მაყურებელს ქართული ანიმაციის ისტორიაში ამოგზაურებს. მოგესალმებით, ნიკოლოზ. მადლობას გიხდით უპირველესად ჩართვისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პროექტი ძალიან შეიყვარა მაყურებელმა და ახლა უკვე წლევანდელი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. როგორია მზადების პროცესი და რას იხილავს წლევანდელ საღამოზე მაყურებელი?
მზადების პროცესი რთულია, იმიტომ რომ საქართველოში ადამიანების თავმოყრა ერთად ჭირს და ვინც ვეყრებით ხოლმე აი ესე მეცადინეობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ ის იდეა და სიყვარული, რომლისგანაც ჩვენ ყველას საზრდოობთ, ჩვენი ბავშვობაში მიღებული რაღაცა დივიდენდით, რომელიც ახლა გვინდა რომ ჩვენ ახალგაზრდებს გადავცეთ და მგონია რომ ეს ანიმაცია ისეთი მდიდარია, ისეთი ნაირფერია და ისეთი უხვია, რომ ამაზე საუბარი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ყველა თაობისთვის და მე მგონი ახალგაზრდებზე და ბავშვებზე უფრო მეტად დიდ სიამოვნებას უფროსი თაობის ადამიანები იღებენ, რადგან ახსენდებათ ის დრო, როცა ყველაზე უფრო საინტერესო და სანუკვარია ცხოვრება. ჩვენს მაყურებელს რომ ვუთხრათ, საიდან გაჩნდა იდეა ამ პროექტის და რა არის მისი მიზანი? მე და ჩემ მეგობრებს და ჩვენ თანამოაზრებს გვინდოდათ რომ ჩვენ შვილებს უფრო მეტი რამ ცოდნოდათ ქართულ ანიმაციაზე. მათაც ყვარებოდათ წუნა და წრუწუნა, ჩხიკვები, არ ვიცი, ხელმარჯვეო შტატით დაწყებული, დამთავრებული რომელი ერთით. აი მართლა საოცარი ანიმაცია გვაქვს, კომბლე გინდა, ბაბაჯანა გინდა, მზლეთამზლე გინდა თუ რომელი. ამიტომ ამის შესახებ ჯერ ესეთი იგებ ქართული ფოლკლორის, ქართული ზღაპრების ისტორიას და მე ზოგადად იმ საოცარ მუსიკას ისმენ, იმ გასაოცარი მსახიობების მეტყველებას ისმენ, იმ რაღაცა დამახასიათებელ ინტონაციას, კილოკავს, კოლორიტს, ყველაფერს, რაც ესეთი მდიდარია ჩვენი ანიმაცია და ამიტომ აი ამ ყველაფერს ერთად მოუყარეთ თავი და 3 მაისს გონია რომ საინტერესო სანახაობას შევთავაზებთ ფილარმონიაში მოსულ მაყურებელს. და რომ გითხრათ, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში? ვერთო ჩემო. მაშინ ასე უნდა გავაკეთო და დავიწყო ჩამოთვლა. ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ნიკა ნიკვაშვილს აქვს არაჩვეულებრივი ვერსიები ამ ანიმაციიდან, რომელსაც მღერიან ყველა თაობის წარმომადგენელი და მართლა აი უხუცესი მომღერლებით დაწყებული, დამთავრებული ბავშვებით, რომლებიც სცენაზე იდგებიან, ყველანი გამოვლენ და ყველა თაობა იმ დღეს გავერთიანდებით. ამ ყველაფერს ასაკვირველია თავი მოუყარა ჩვენმა მაესტრომ ბატონმა ნიკა საბაშვილმა. ძალიან დიდი მადლობა. ჩემთან ერთად ახლა სწორედ რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი იმყოფება. მოგესალმებით და თქვენს უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის. მინდა გკითხოთ ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ. რა მნიშვნელობისაა ეს პროექტი? ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ნიკუშასთან ერთად რამდენიმე პროექტი გავაკეთეთ და ეს პროექტი არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი ძალა რომ დაგაბრუნოს ბავშვობაში და გამოგზაუროს ბავშვობაში. იმიტომ რომ ჟღერს ძალიან კარგი ჰანგები, რომელიც გაბრუნებს იმ შენთვის ადამიანისთვის საყვარელ წლებში, როდესაც შენ ახდენდი სამყაროს აღქმას და შემეცნებას და ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ცხოვრება და აი რეპეტიციების დროსაც კი ძალიან სენსიტიურია, მინდა გითხრათ და ყველა პროექტი ხო განსაკუთრებით ძალიან კარგი გუნდი იკრიბება ხოლმე, შემოქმედებითი გუნდი და აქაც ძალიან აი განსაკუთრებით ძალიან საყვარელი ხალხია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ აკეთებს საქმეს სიყვარულით თუ მოვალეობის მიზნით და ეს ის პროექტია სადაც ძალიან დიდი სიყვარულით კეთდება ეს საქმე და ეს აუცილებლად დარბაზში გადაეცემა მაყურებელს და მე ვპირდები მაყურებელს ჩემ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ჩვენთან ერთად რომ იმოგზაურებენ იმ დროში რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან დიდი სითბო გადმოიყურება სცენიდან რასაც შევთავაზებთ მოკლედ კი ბატონო, მინდა გკითხოთ რეჟისურაზეც რა ფორმით იქნება ეს პროექტი წარმოდგენილი მაყურებლის წინაშე და თუ გაქვთ რაიმე სიახლე, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ქართული ანიმაციებისთვის შექმნილი მუსიკალური ნომრებით შესრულდება წლევანდელ ღონისძიებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ტრიალებთ ანიმაციის ვარგლებში, ყველა ნაწარმოები, რომელიც შესრულდება, არის ყველასთვის ძალიან ნაცნობი, უბრალოდ ახლებურად ჩვენი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით და ეს პროექტი ჩვენ გავაკეთეთ 1 წლის წინ, სადაც იყო უფრო პატარა სცენაზე, უფრო მობილური და წელს ახლა უკვე ვცდილობთ რომ იყოს უფრო ფართო ეს ყველაფერი, უფრო მასშტაბური და იმედია გამოგვივა ეს ყველაფერი. დიდი მადლობა თქვენ გუნდს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ პროექტი ჯადოსნური ეკრანი ამბები ქართული ანიმაციიდან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 3 მაისს გაიმართება და წინ ნამდვილად შესანიშნავი სანახაობა გელოდებათ.
ნამდვილად ასეა, ძალიან დიდი მადლობა ნინი ჩართვისთვის. მე ვესწრებოდი ამ ღონისძიებას რუსთაველის თეატრში და მართლაც საოცარი დღესასწაული ელოდება მაყურებელს უკვე ფილარმონიაში და უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მეტ ბავშვს და ასევე რა თქმა უნდა ზრდასრულსაც რომ ნახოს ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება პროექტი, რომელიც ნიკოლოზის წულკმძის ავტორობით შედგება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 3 მაისს. მცირე ვიდეო რგოლი შეგვიძლია ვნახოთ და დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემებს. ახლა ვისაუბრებთ სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიციის შესახებ, რომელიც გაიმართა ზაფხულში და ითვალისწინებდა რაჭის კომპლექსურ გეოგრაფიულ კვლევასა და კარტოგრაფირებას. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ პროექტის მენტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი და პროექტის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი საბა მოდებაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თენგიზ საბა ჩვენთან მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო კვლევაზე უნდა ვისაუბროთ, ექსპედიციაზე, რომელიც ზაფხულში შედგა და სხვათა შორის ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ამ კვლევის დროს. ჩვენ ვიყავით გადაღებაზე ეპარქიას ვიღებდით, თქვენ კი ექსპედიციაში მონაწილეობდით, ხელმძღვანელობდით ამ ექსპედიციას. როგორ ჩაიარა, საინტერესო არის, რა შედეგით დასრულდა, აი სწორედ ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ.
მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოწვევისათვის. მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ. ყოველს და ეს არის მთელ საქართველოს ულოცავ. რაც შეეხება ამ ექსპედიციას, ეს არის ფაქტიურად ერთგვარი გაგრძელება იმ დიდი საქმისა, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო ცნობილმა ქართველმა გეოგრაფმა, მოგზაურმა, ექსპერიმენტატორმა პროფესორმა ბატონმა ნიკო ბერუჩაშვილმა. ეს იყო სტუდენტების აქტიური მონაწილეობა საველე კვლევებში კავკასიის მასშტაბით, როდესაც ტარდებოდა ესე იგი საკავშირო ერთგვარი, მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკავშირო ესე ერქვა, საკავშირო პრაქტიკები და ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სადღაც 20-მდე უნივერსიტეტი. ჩართული იყო 20-მდე უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფები ჩამოდიოდა და ერთიანი ხელმძღვანელი იყო ამ პრაქტიკებისა ბატონი ნიკო ბერუჩაშვილი. ხელშეკრულება იყო დადებული თავიდან, ესე იგი 4 უნივერსიტეტს შორის, ეს უნივერსიტეტები იყო ჩვენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, ლენინგრადის ახლანდელი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი და ლვოვის ფრანკოს სახელობის უნივერსიტეტი. ესე იგი შემდგომ გაგრძელდა ეს, გარდა ამისა იყო ექსპედიციები პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა ესე იგი საბჭოთა კავშირის სამხრეთი მთიანი რეგიონების კვლევას, ლანდშაფტების ზაფხულისა და ზამთრის მდგომარეობათა კვლევებს, ეწყობოდა ექსპედიციები ზამთრის სტუდენტური არდადეგების პერიოდში და მონაწილეობა იყო, ესე იგი, როგორც ჩამოგითვალეთ, აი სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა ჩართულობით იყო ეს საკმაოდ აქტიური. გამოიცა 1989 წელს კრებული, ეს რუსულ ენაზე მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო. და ეს ეხლა ჩვენი კრებული, რომელზეც შემდგომში ისაუბრებს ბატონი საბა მოდებაძე და ეს კვლევები, რომელიც გაგრძელდა, ასე ვთქვათ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო დროში წყვეტა 1979-დან 1991 წლამდე მიმდინარეობდა ეს კვლევები და შემდგომ საერთოდ ეს კვლევები აღარ ჩატარებულა. ეხლა ეს წლევანდელი სწორედ 2024 წელს აღდგა, ხო? 24 წელს აღდგა, ესე იგი ფენიქსივით აღდგა, შეიძლება ასე ითქვას, კუდრეთით აღდგა ეს. რაც ძალიან დიდი საქმეა. საკმაოდ დიდი საქმეა და ეს არის აი ნიკო ბერუჩაშვილის დაწყებული საშვილიშვილო საქმის გაგრძელება. კვლევა ჩატარდა, ესე იგი, რაჭის რეგიონში ორი მუნიციპალიტეტი, ესენი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები. თვითონ აი კვლევის შინაარსი იყო კომპლექსურ გეოგრაფიული, რატომ? ესე იგი, მოიცავდა აი კვლევა გეომორფოლოგიას, პალეოგეოგრაფიას, ეთნოგრაფიასაც, შემდგომ ლანდშაფტცოდნეობასაც, ჰიდროლოგიასაც, გეობოტანიკასაც, ერთი სიტყვით კომპლექსურ გეოგრაფიული კვლევა და საბოლოოდ შედგა მსხვილმასშტაბიანი რუკები, როგორც ლანდშაფტური რუკები, ასევე თემატური რუკები. ამაში ყველაფერში მონაწილეობდნენ აქტიურად სტუდენტები და თვითონ ჩვენი ხელმძღვანელობით აქ მოწვეული იყო ჩემს გარდა კიდე მენტორად ბატონი ზურაბ ლაუშვილი, ეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ჩვენი ხშირი სტუმარი, გის ექსპერტი, ცნობილი საქართველოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოს მასშტაბით და ბატონი გოჩა გუძუაძე, ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი გარემოში ადგილზე ორიენტირების მიმართულებით სტუდენტებთან. ბატონ საბასაც მიცეთ სიტყვა და თქვენი შთაბეჭდილებები ძალიან საინტერესო იქნება ექსპედიციასთან დაკავშირებით და შემდგომ აუცილებლად ვისაუბრებთ აი ამ კრებულზე, სადაც შევიდა სწორედ აი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, სადაც ასევე თქვენი სტატიაც არის შესული. ბუნებრივია კრებულზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე რომ გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები ექსპედიციასთან დაკავშირებით. შთაბეჭდილებები თავდაპირველად, როდესაც ბატონმა თენგიზმა გამოცნო ეს იდეა, რომ ეს პროექტი ხორციელდებოდა ამდენი წლების განმავლობაში და ის ისტორია რა ისტორიის მატარებელიც არის ექსპედიცია, თავდაპირველადვე მოახდინა ამ ყველაფერმა და ერთად, როდესაც შემოთავაზა ბატონმა თენგიზმა ამ პროექტის განხორციელება, უარივე უთხარი შევკრიბეთ გუნდი, აღსანიშნავია ის, რომ მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტმა, როგორც დოქტორანტი თავად ვიყავი ჩართული, ყავდა მაგისტრანტი, პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელები, ყველა საფეხურის სტუდენტები იყვნენ ჩართული და ყველასთვის დიდი გამოცდილება იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მსგავს ექსპედიციებს ჩვენს უნივერსიტეტში მიჩვეულნი არ არიან. ბატონი თენგიზი
მისი მასწავლებლის დამსახურების შესანიშნავი მენტორი აღმოჩნდა და ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენ, იმიტომ რომ ყველასთვის სიახლე იყო ეს ყველაფერი, ჩემთვისაც პირველიც დაიყო მსგავსი პროექტის ან ექსპედიციის ჩატარების და საბოლოო პროდუქტი, ის დანიშნულება, რაც დასახული ქონდა და რაც ამოცანებში ქონდა გაწერილი შესასრულებლად, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი შევასრულეთ, საბოლოო პროდუქტიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა. ის სტატიები რაც ველზე მოპოვებული მასალების დამუშავების შედეგად სტუდენტებმა სტატიებად აქციეს, კრებულის სახე მივეცით. არის ყველა სტუდენტის კრებული შესული, 10-მდე სტატია არის დაბეჭდილი და ასევე ჩვენი მენტორების სტატიებიც არის დასაწყისში. და აღნიშნავ კიდევ იმას, რომ რატო გადავწყვიტეთ თავდაპირველად განხორციელება ყოფილიყო ამ ყველაფრის რაჭის მუნიციპალიტეტში ამბროლაურსა და ონში. თავდაპირველად პირველი მაინც იმან განაპირობა, რომ ჩემი ხელმძღვანელი რაჭიდან არის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან, ბატონი ნიკო რაჭველი ბრძანდებოდა და ასევე როდესაც გეგმავდით ამ ყველაფერს, თავარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ახლად გარდაცვლილი პროფესორის, ქალბატონი ცეცილიას გარდაცვალება, რამაც განაპირობა საბოლოოდ ის ყველაფერი, რომ პირველი დღე, როდესაც დავიწყებდით ექსპედიციას, როდესაც მარშრუტები ქონდა გაწერილი, დაგვეწყო სოფელ წესიდან და კრებულის ყდაშიც გათვლა მთავარი ის იყო, რომ გამოგვეჩინა სოფელი წესი. დიახ, წესი სადაც არის ბარაკონი, ხო? დიახ. მისი მშობლიური სოფელი, ცეცილი დონაძის მშობლიური სოფელია და იქიდან დავიწყეთ კვლევა. აი სოფელ წესისა და მის შემოგარენიდან დაიწყო ექსპერიმენტალური ნაკვეთების აღწერა. ძალიან საინტერესო. რაც ბოლოში არის, ასევე კრებულის ბოლოში არის მოთავსებული და სამაგალითოდ არის ნაჩვენები თუ როგორ შეიძლება შევასოთ ბუნებრივ ტერიტორიული კომპლექსის ბლანკები. სამომავლოდ რამდენად არის დაგეგმილი სხვა კუთხეში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სოფელში შესაბამისი ნაშრომის წარდგენა საზოგადოებისთვის გეოგრაფიული კვლევის ჩატარება. მოგახსენებთ სტუდენტური სამეცნიერო სტუდენტური პროექტები უნივერსიტეტში წელიწადში 3-ჯერ იმართება და ჩვენთვის პირველიც და რადგან გამოგვივიდა ეს ყველაფერი და საბოლოოდ ეს პროდუქტი გავაცოცხლეთ და ექსპედიციამ ახლიდან დაიწყო მოღვაწეობა, აღარ ვაპირებთ გაჩერებას. სტუდენტების ძალიან დიდი დაინტერესება არის, ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ ჩაერთოს ამ პროექტში და მონაწილე იყოს ამ ექსპედიციების. უკვე მოგებული გვაქვს ერთი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანალოგიურ კვლევებს, ოღონდ ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. შერჩეული ყავს გუნდი სტუდენტებთან რაოდენობა გაზრდილი არის იმასთან შედარებით, რაც რაჭაში ვიყავით და მეორე ეტაპი ამ პროექტის განვითარების მხრივ არის ის, რომ ჩართული ყავს გერმანელი პროფესორი ალექსანდრე ვოლოჩენკო, რომელიც დახმარებას გაგვიწევს და საბოლოო შედეგში გარდა კრებულისა გვექნება ასევე ფოტოატლასი, რომელიც იქნება ქართულ-გერმანულ ენებზე გამოცემული და ასევე კრებულის შემდეგი იქნება გამოცემული გერმანული აბსტრაქტებით. ტერიტორიები მარშრუტებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებული გვაქვს და აღსანიშნავია ის, რომ მეორე ეტაპი, რასაც ახლა ვანხორციელებთ ჩვენ, ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ უკვე ჩავატარებთ საუნივერსიტეტთაშორისო ექსპედიციას. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ამ ექსპედიციის ფარგლებში შემოგვიერთდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველადი საუბრები და შეთანხმებები უკვე განხორციელდა ჩვენ შორის და მათთან ერთად, მათთან თანამშრომლობით უკვე გადავინაცვლებთ ახალ ეტაპზე, მათ გაუზიარებთ იმ გამოცდილებას, რა გამოცდილებაც ჩვენ შარშა თუნდაც რაჭაში გავიზიარეთ და გამოვცადეთ ეს ყველაფერი და მენტორი ისევ ბატონი თენგიზი გახლავთ და საინტერესო იქნება როგორც ჩვენი ახალი სტუდენტებისთვის, რომელიც სტუდენტები ჩართული იქნებიან ამ პროექტში, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები 100 არიან ჩართულები ამ საქმეში ბატონო თენგიზ, რაც ბუნებრივია, რომ თქვენი დამსახურება არის, ის რომ აღდგა ეს კვლევა და ეს პროექტი, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რამეს ხომ არ დაამატებდით და ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. ეხლა საბამ აღნიშნა ამის შესახებ, ესე იგი ეს
თავიდანვე მე ვთქვი პრეისტორია რომ ვთქვი ვისაუბრებ პრეისტორიის შესახებ ამ ექსპედიციებისა, იქ ძალიან ბევრი უნივერსიტეტები მონაწილეობდა, მაშინ ერთი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. ეხლა ჩვენ გვაქვს გეგმაში, საბამ უკვე ახსენა, ეს იქნება საუნივერსიტეტთა შორისო ექსპედიციები და კვლევები და კრებულიც ასე გამოვა და შემდგომ შორეული მომავალიც არ ამგონია იყოს, ესე იგი ალბათ ახლო მომავალი იქნება, რომ შემოგვიერთებიან სხვა ქვეყნებიც. შეიძლება ურთიერთობა არსებობს, კონტაქტები, ჩვენ ვართ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, გარდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა, ჩვენს ასოციაციას აქვს კავშირები, სოლიდური კავშირები საერთაშორისო, ჩვენ ვართ საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის წევრი და საერთაშორისო გეოდეზიური ასოციაციის წევრი, გვაქვს ხელშეკრულებები დადებული სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ჩვენს უნივერსიტეტს და ჩვენს ასოციაციას და იქედან შეგვიძლია მოვიზიდოთ სტუდენტები, ისინი ჩამოვიდნენ, ჩვენ ჩავიდეთ და უცებ ვახსენებ კიდევ აი ამ ჟურნალს, რომელიც ეხლა გამოვიდა, აი ვაჩვენებ. ეს არის კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი, სამენოვანი, რომელიც გამოსცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა, აქაც წვეთა იყო თითქმის 15 წლიანი და აღდგა ეს ჟურნალიც და მომავალში გამოვა აქაც მონაწილეობას იღებენ ასევე დოქტორანტებიც, სტუდენტებიც და მეცნიერებიც. უღრმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ. პროექტის მენტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი და პროექტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი საბა მოდებაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით ნახვამდის.